მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა პროექტ სახელწოდებით საქართველოს გუშინ დღეს ხვალ. ასეთი მოგესალმებით ეს პირობითად სათავეს იღებს ეს გუშინდელი დღე პირობითად ეროვნული მოძრაობის აღზავებიდან მერაბ კოსტოვას ციხიდან გამოჩლის შედეგად განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ მანამდე სულ სხვა ვითარება იყო. მაგაზე მე დეტალურად ახლა მაგის უორესეთ. და იქიდან მოყოლებული შემდგომ დამოუკიდებლობის აქტი, რეფერენდუმები, კასკადები რეფერენდუმი, შემდგომ ეს სამოქალაქო დაპირისპირებები, შემდგომ კიდე 1000 ისინი და მინდა დღევანდელი დღე სადაც ავართ, ამჟამად განსაკუთრებით აი დღევანდელ დღეში უნდა ჩავიძიროთ, ასე თქვათ, ისე რომ მომავალიც გამოჩნდეს. სასურველი შეძლებს დაგვაროთ, ყოველ შემთხვევაში რეალურად უნდა ავსახოთ, როგორც სარკე ასახავს მოვლენებს. ეს პროექტიც მაგ თანმიმდევრობით არის და ამ პრინციპს ემორჩილება. და გვინდა აი ამ მოვლენებს თვალე გაუსწოროთ და შევთავაზოთ საზოგადოებას ეს პროექტების, თეორიების, იდეების, ფასეულობები, რომელთაც ამ ხნის განმავლობაში იყო დატვირთული ეს მართლაც რომ უნიშნელოვანესი პერიოდი. ჩვენთან სტუმრად არის ახალგაზრდა ადამიანი, პერსპექტიული ადამიანი, ღირსეული ადამიანი. ირაკლი ფავლენიშვილი, მოგესალმებით ირაკლი. მოხარული ვარ თქვენი მოსვლით და მე მგონი პირველად ახართ ხო ამ სტუდიაში კეთილი იყოს თქვენი ხე. ხშირად მოხვალთ, გარანტიას გაძლევთ, იმიტომ რომ არც მოვლენები არ მოგვაწყენს და არც თქვენი თავგადასავალი და კიდე მომავალი ესეთი რომანტიული თუ არა ვიცი მძაფრი ესენი რაც თელ საზოგადოებას წინ გველოდება, როცა ასეთი. ამიტომ ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი და მე თქვენ გადმოგცემთ. ჯერ მიესალმეთ და მე ბატონო მივესალმებით მაყურებელს, ჩემთვის დიდი პატივი გადაცემაში მოხდა. თქვენ ბავშვობიდან ესე მსმენიერ ვიყო თქვენზე, იმიტომ რომ მე გავუზარდე ოჯახს, სადაც ეროვნული მოძრაობის ამბები იყო, მუდმივად განხილვის თემა, რომ ჩემი მშობლები პირველ რიგში მამაჩემი იყო ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი ბევრი აქციის და მათ შორის აპრილის აქციების და ასე შემოვალ და პატივია ჩემთვის თქვენთან სტუმრობა დიდ პატივს ხსენებ ბავშვობიდან. მადლობა, ერთ-ორ სიტყვას მოგახსენებ და დიალოგის რეჟიმში წარმართავთ. შეზღუდული არაფერში არა ვართ. შინაგანი კულტურის გარდა დანარჩენი ყველაფერი დაშვებულია. ახლა ორი სიტყვით მინდა კიდე გავიმეორო, ეს ისე იმიტომ რომ აუცილებელია, ეს იმიტომ რომ თქვენ ახალი თაობა ხართ. ახლა 1%-მა შეიძლება 1%-მაც არ იცის სამწუხაროდ ეს რა მონაპოვარიც არის, ოღონდ დეტალურად, ფუნდამენტალურ საკითხებზე ვლაპარაკობთ, რომ ახლა ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია. აქ რომანტიულ ურთიერთობებზე არ არის, ახლა მერაბ კოსტავა და ზვიადი და ეს რო ახსენეთ და ეს დიადი ხალხი ვინც მართლა იყო და ვინ შეეწირა, ხო? აქ მონაპოვარზე არის, მე მინდა ეს მონაპოვარი, მე მინდა კი არა თვითონ პროექტი და მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში უზენაეს საბჭოს ჯგუფს და გარკვეულწილად თანამშრომლობ რა თქმა უნდა მეცნიერთა კონგრესთან. მეცნიერული ხედვის გარეშე აქ აბსოლუტური უპერსპექტივობაა და ამის დეფიციტი რო არის, იმიტომ შევედით ესე ჩიხში, საიდანაც გამოსვლა გვიჭეს და ხიდები არის მისასვლელი ჩატეხილი გასაგებია ყველა მიმართულებით რა. აი სტოკჰოლმი რო აგვიჩემებია ევროპა, სტოკჰოლმი რა არის 12 კუნძულზე გაშენებული დედაქალაქი შვეიცრიის, ხო? ახლა წარმოვიდგენია, რომ იქ ერთმანეთთან მისასვლელი ხიდები და გზები და კომუნიკაცია რო არ იყოს, რა მოხდებოდა? გავერანდებოდა, ხო, მინიმუმ, ხო, დედაქალაქი კი არა, რაღაც უკაცრიელი ტარტარი იქნებოდა, შეიძლება ითქვას. ამიტომ ამას თავი რო დავახციოთ, უნდა შევეცადოთ აი მოვლენებთან ფუნდამენტალურ ეს არის რეფერენდუმი განსაკუთრებით 31 მარტს სულ ახლახან იყო ზუსტად განსახურდას დაბადების დღე და დაემთხვა და არა დაამთხვია სხვადასხვა რამეა კიდე უგონებენ და კიდე არ ჩერდება ზოგიერთი ახლა შესტოები ყველასა აქვს მაგრამ ახლა ამ საკითხებში ესეთი რაღაცები დაუშვებელია
თან თვითმმართველობის პარალელურად შემოვიდა ეს მომენტი და უდიდესი სიტყვა იყო. მე ფაქტიურად თვითმმართველობა გავერანებული აქ არ არსებობს და ყველა ხელისუფლება ცდილობს რომ თვითმმართველობა თავის თავზე მოირგოს. ეს ფაქტია, ხა ამას არაფერი ისეთი არ ჭირდება. სამწუხაროდ. და ამის შემდეგ სულ თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის საფუძველზე და მოხდა ფუნდამენტალური ჩვენ ისე შეგვედრო დამოუკიდებლობა გამოგვეცხადებინა როგორც გამარჯვებულ პარტიას, მაგრამ შემდგომ უკვე 9 აპრილს უკვე რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით უკვე აღდგა ეს ყველაფერი და რეფერენდუმი და ამის საფუძველზე ვარ სხვათა შორის ამ ტერიტორიულ ფარგლებში დროებითი ტერიტორია დარღვეული დროებითი ხაზგასმით მინდა აღნიშნო აი ამ საფუძველზე იმ ტერიტორიაზე რომელიცაც არის ათვლილი ეს ყველაფერი ამას შემდგომ მოყვა უნიშნულოვანესია, იმიტომ რომ კიდე არ ცხრებიან ესენი რა აფხაზეთის თემატიკით და სამაჩაბლოს. უშინაც თვითმარქვია რეჟიმმა კიდე ერთი მორიგი რაღაც განცხადებები გააკეთა რაღაც. საწოდავი რომ გვაცალეთ კიდე გვაცადეთ რაღაც. უაგვარეთ მაგ თემას. საქმე ეხება ახლა აფხაზეთის თემა თვითონაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამას რო ვერ იყენებს და სისტემატურად არ ბომბავს სამსეთოს კაი გაგებით მენტალურად ლაპარაკობ და ცნობიერებით მოსახლეობას და მის დანიშნულებას და ეს ტერიტორიულობა რო აღადგინო ასახა უშუალო ეს არის მოვალეობა ყველასე ყველა ეპოქის ჩვენის კიდე განსაკუთრებით მით უმეტეს ჩატარებული რეფერენდუმის თამახად აფხაზეთში სადაც აფხაზეთის 62%-მა ხარი დაუჭირა. თან გალის რაიონის გამო, იმიტომ რომ გალი აბსოლუტურად ქართული იყო და ჩვენ ამ კომპრომისზე წავედით. გამო თქვენ იყოს, თორე ესე იქნებოდა უფრო დიდი, ხო? ხო, და აქ კიდე მერე ცხინვალის რეგიონში კიდე ხო საერთოდ უდიდესი რაღაც დიპლომატიურის გაკეთდა, ზიად გამსახურდიას და ელცინოს ემით გაუქმდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი მოხდა სამართლებრივი დემონტაჟი მართალია რომ ეცოდეთ დუმამის რატიფიკაცია არ მისცა მაგას მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიპლომატიურ წრეებში და მომავალი ეგ თემა არავის არ ეგონოს რომ ხავერდოვნად წავიყვანთ ჩვენ და როგორ ჩვენ გვინდა ესე რომ რუსები რო იტყვიან გლატკად და ესე არ იქნება ამიტომ მინდა რომ ყურადღება მივაყრო ამას რომ ეს ხალხი ვინც ამას ისმენს რომ კარგად მოისმენას იცოდეს პრობლემას გაუბრალოება არ შეიძლება იმიტომ რომ ის მერე ჩაერთობა მოლაპარაკებაში იმათანაც ძიმე ლაპარაკი იქნება რუსების გასვლის შემთხვევაში ლაპარაკო და ამიტომ ეს რა განსხვავება პოლიტიკურ კონფლიქტსა და ეთნო კონფლიქტს შორის აქვს უდიდესი ისინი გვაქვს დოკუმენტები კიდე და ვისაც აინტერესებს სადავარ ყველასთან და ეს სტუდია ძირითადად მე იმიტომ წარმართა ეს პროექტი რომ ამაზე იყოს ძირითადად განუწყვეტელი აქცენტების შეხსენება და კავშირები რომელიც დანგრეულ უნდა აღვადგინოთ ჩვენ წინააღმდეგ შემთხვევაში კიდე 100 არჩევნები ჩაატაროთ კიდე მე და თქვენ ვიყოთ ხელისუფლებაში ხო არაფერი არ გამოვა ამის გარეშე. ვამბობ სრული პასუხისგებლობით და ახლა ამ თემაზე როდესაც რეზონანსი არ არის საზოგადოებრივ მათ შორის ოპოზიციაში ძალიან სავალალოდ არის. ამიტომ მინდა ეს გამოსწორდეს. თქვენი მოწვევა კიდე ლევანის და კიდე სხვების, თორე ახლა უზენაეს ავტორს მე ვიწევდა ესეთ ადამიანს საერთოდ აფხაზეთის კონფლიქტი როგორ იყო, საიდან როგორ დაიწყო რა პირობებში, დიდი არქივი გაკეთდა ამ თვალსაზრისით. თავარი პრობლემა ჩემი აზრით შეიძლება ხო? კი, რა თქმა უნდა. თავარი პრობლემა ჩემი აზრით ეს გახავთ, რომ ზოგადად როცა ვსაუბრობთ ხოლმე რა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე, ამ შორის ხა ლეგიტიმურად იმყოფება, არალეგიტიმურად დე ფაქტოა, დე იურეა, როცა ის ხელისუფლებაში იმყოფება, ის ქმნის ამინდს. ოღონდ ეს არა მხოლოდ ინსტიტუციურ მართვას, ან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება, რეალურად ქვეყანაში ქმნის მენტალურ გარემოს. აი ჩემს საყოველთაო ერთ-ერთი წერალია ლიოსა და მას ლათინურ რომელი წერალი? ლიოსა და ლათინურ აი დიქტატურებზე როცა საუბრობს, აი ერთ ადამიანზე წერს აღარ მახსოვს რომ დიქტატორზე რომ ამ ადამიანმა ისეთი სისტემა შექმნა რომ არა მხოლოდ პოლიტიკაზე ქონდა გავლა, არამედ თითოეული ცხოვრების კარიერაზე და პირად ცხოვრებაზე იმდენად რაღაც შეიძლება რომ ტოქსიკური გარემო შექმნა. ხო და ივანიშვილთან დაკავშირებით მე ეს მაქვს სწორედაც რომ მან შექმნა არა მხოლოდ სისტემა, არამედ რეალურად შექმნა დღის ეს რიგი, სადაც კი ვითომ საუბრობენ ხოლმე რომ აი რაღაც კი რაღაც ჩვენ დავიბრუნებთ, თუმცა
არაფერს არ გეუბნებიან, რას აკეთებენ, როგორ აპირებენ, უბრალოდ აი ხანდახან 1000-ში ერთხელ შეიძლება რომელიმე და ვისთან ერთად აკეთებენ ამას. ხო, არა, ეს უბრალოდ გეტყვიან, რომ ჩვენ მშვიდობით ვიბრუნებთ. დაგვიჯერეთ. ოღონდ არც კონკრეტული ნაბიჯები, არც ხედვა, არც უსაფრთხოების პროგრამა, არც კონკრეტული შეხვედრები, არ ვიცი ხა სულ რო ჩემთვის მიუღებელი იყოს, იქნება რაღაც კოლაბორაციით და კოლაბორანტობით იბრუნებენ, მაგ კუთხით რას აკეთებენ, ხო? არანაირი კონკრეტიკა. და სხვათა შორის დღის წესრიგიდან თვითონ გამიზნულად, აი მე მაგალითად რა თქმა უნდა შეიძლება ბევრი სამართლიანი პრეტენზია ექონდეს, ბევრ ადამიანს, მათ შორის ეროვნულ განწყობილს, თუნდაც ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდის მიმართ, მაგრამ იმ პერიოდში მე ის მომწონდა მაგალითად რომ ტერიტორიული თემების საკითხი მაინც დღის წესრიგში იყო. ანუ გასაგებია რომ დღეს იცით რომას ადგილზეა რო იცოდეთ სავალალოდ მე-17-ზე. კი ბატონო. ანუ პრობლემის ხედვის თვალსაზრისით. მე პირადად ჩემი პოლიტიკაში ყოფნის საჭიროება კი არა, ზოგადად მოტივაციაც და აუცილებლობაც ეს არის რომ მამა ჩემის და ჩემი ბაბუის და ყველას ახლა ჩემი დიდი ბაბა ჯერ კაფუჩას მეგობარი იყო, ანუ რატო არის ეს ბრძოლა? ეს არის ეროვნული ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის, საქართველოსთვის. მე ვარ ერედვიდან, რომელიც არის ოკუპირებული დღეს. ხავლენიშვილი ვარ, გვარა და ხავლენიშვილებს თუნდაც ციხესიმაგრე ეკლესია მოგწონებათ მე-10 საუკუნიდან მოყოლებული ეს უძველესი ერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია წმინდა გიორგის. ეს ეკლესია ნახევრად არის დამგრეული სამწუხაროდ ახლა ოკუპანტების მიერ იქ თვალშესალაგი იყო ჩემი წინაპრების როგორც თავადები იყვნენ და შესაძლოა თვალშესალაგი სამ ეკლესიაში იყო და ეს ყველაფერი არის გავერანებული თვითონ სოფელი არის განადგურებული ფაქტობრივად აღარ იცხოვრება და ჩემთვის თავარი მოტივაცია ეს გახლავთ დიახაც ნამდვილად ეს გახლავთ რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში სანთელი დავანათო როდესაც გამარჯვებას მივაღწევ და ეს არის ჩემი თავარი მოტივაცია თქვენს ახლა ჰანიბალი ვითახათ გავსოს პავტყეობაში რომში რო იყო და რო დაიფიცა რომ რომაელებისგან გაანთავისუფლებდა. სწორი მოტივაცია. ხო, აი ეს მოტივაცია მოხდა. მე ამიტომაც ვისურვებდი რომ ტერიტორიული თემების საკითხებზე უფრო მეტი ვისაუბროთ. მათ შორის ახალი თაობა რომელიც მოდის ახლა გასაგებია რომ ბევრს შეიძლება არ ვერ უნდა დაუშალო და არ უნდა დაუშალო ადამიანს რომ შეიძლება რაღაც სამოქალაქო უფლებებისთვის იბრძოდეს ან სხვა მიზნები ქონდეს, მაგრამ ქვეყანაში სადაც ტერიტორიული თემების პრობლემა არ არის მოგვარებული, სხვა ყველა პრობლემა ყოველთვის იქნება მეორეხარისხოვანი. და ყოველთვის ეს პრობლემა, ტერიტორიული თემების პრობლემა იქნება გამომწვევი მთელი რიგი პრობლემების, როდის ამოყვინთავს ირაკლი არავინ არ იცის, რა სახით ამოყვინთავს. მშვიდობაზეც, სამართლიანობაზეც, სოციალურ თემებზეც, ყველაფერზე იქნება მუდმივად ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა. ამიტომ ტერიტორიული თემების საკითხი არის ჩვენი ბედისწერა. გვინდა არ გვინდა, როდესაც დარღვეულია შენი ტერიტორიული თემები და 20% მთელი არის ოკუპირებული და მათ შორის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმით, ყველა სასამართლო გადაწყვეტილებით და ყველა მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პოზიციით შენ გეკუთვნის ეს ტერიტორია და არ არის სადაო, ერთადერთი ოკუპანტი ხდის ამას სადაოს და ნუ ძალიან მცირე რამდენიმე ქვეყნების. აი, რა თქმა უნდა, შენთვის პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს ნომერ პირველი. ბედისწერაც გახოთ, ანუ სულ არ იყოს, მაინც იქნება. და ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, უფრო მეტი უნდა ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ამ თემაზე, მათ შორის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს თქვენ ვთქვით, აი ძალიან მიხარია რომ ლევანი თუნდაც ამიგზე არის ჩემი პარტიაში ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, იმიტომ რომ მასაც ზუსტად შეიძლება. ოღონდ აქ ზეპარტიული მიდგომაა ყველაფერში. არა, ამ ხრივ იმიტომ ვიძახი რომ თვითონ შიდა პარტიაში არის დოკუმენტი. კი, ბატონო, კი. გასაგებია. პოლიტიკური მუშაობის კუთხით. კი, ბატონო. იმიტომ რომ დიახაც ეს ხალხი უნდა ვიყოთ აუცილებლად პოლიტიკურად აქტიურები, ვისაც ეს პრობლემა გვაქვს და ვისაც გსურს ამ პრობლემის მოგვარება. თუმცა სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლეგიტიმურიც რო იყო თუ არ იყო თუ არ არის, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ხო არის რეალურად დე-ფაქტო ხო არის? ეს ხალხი მე ამ წლების მანძილზე ერთხელ ვერ მოვისმინე კონკრეტიკა რას აკეთებს. ის კი არა რომ ეხლა გასაგებია რომ ნებისმიერ სადღეგრძელოს ხომ ძალიან მარტივია რომ ჩვენ დავიბრუნდებით და დავბრუნდებით მშვიდობიანად. ამაზე კარგს ამას სუფრაზეც მოისმენ და არც ყველგან მოისმენ ხო, მაგრამ პოლიტიკურ მაგისთვის აფხაზეთის უზენაეს საბჭოც არსებობს და რომელთა წარმოადგენელი ისე რომ იცოდეთ ყველა მოვიწვია აბსოლუტურად და წარსული და ყველაფერი ვალაპარაკე მე. აბსოლუტურად ყველა რო იცოდეთ. ხო და პოლიტიკურ მათ შორის მეომრები, გენერლები. პოლიტიკურ თანამდებობის პირებიც ამიტომაც ნუ ვალდებულები არიან რომ ბოლოდ კონკრეტული ხედვა ქონდეთ როგორ აპირებენ ტერიტორიულ შემოსავლას. მით უმეტეს ძალიან ინტენსიური პროცესი მეც ახლა აფხაზეთში სამწუხაროდ ქართულ მედიას ვიწევთ მართლა არ ხდება ხოლმე ეს ნამდვილად პრობლემურია ამას გეთანხმებით. წარმოვიდგინე აფხაზეთში ამდენი რამე ხდება ხოლმე. აი აპარტამენტების ამბავია, ათონის მონასტრის ამბავი არის. დაპირისპირებებია ხოლმე ხშირად ერთმანეთს შორის გასაგებია რომ არც ერთი ჯგუფი ჩვენ მიმართ დიდად პოზიტიურად არ არის განწყობილი, მაგრამ ჯერჯერობით. არა, ხო და ამიტომ რომ ჯერჯერობით და მნიშვნელოვანი იქ რა ხდება ხა დუხს ცხოვრება აშკარად. რამდენიმე დღისიდან წავიკითხე რამდენიმე საკმაოდ ცნობილი ანტიქართულად, მაგრამ მაინც ეს ჟურნალისტი აღიარეს შერაცხესა უცხოეთის აგენტებად, ბევრი სულ მუდმივად არის ინციდენტები, კრიზისები აფხაზეთში. ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების დონეც ძალიან დაბალია საქართველოს, ფაქტობრივად არ ვიცით ხო რა ხდება, მათ შორის არ ვიცით რომ
რუსებთან რატო აქვს თუნდაც დაპირისპირება ბევრ საკითხზე, იგივე აპარტამენტების საკითხზე, ახალი ათონის საკითხზე აქვს დაპირისპირება. აი ამ ყველაფრის შესახებ უბრალოდ უნდა ვსაუბრობდეთ დამულად. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მანდაც თემას შეეხეთ თქვენ და ახლა მაღაზე კიდე მე რო ცალკე გადაცემების ციკლები მივუძო. ყველა მოვიყვანე რა, ყველა უზენაესავი ვინც კი იყო, დღეს ჩათვლეთ გამახარია ჩათვლეთაც. ყველა ვინც კი იყო და მათ შორის გენერლები და ესენი და ჩაბარებები და შევარნაძის როლი და ასე შემდეგ დიდი არქივი არის გაკეთებული და აი ხა დღევანდელი იმას რაც შეეხება კიდე ეს ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ჩვენთან ძალიან ისე დგას რა მიწების განკარგვის მისი ლეგიტიმაციის აი ეს საკითხი როგორ არის როდესაც აფხაზი უფრო როიცავს ასეთ თავის მიწა-წყალს ვიდრე შენ ამ დროს რო მიმდებარე ტერიტორიებთან თქვენ რო ახსენეთ საიდან თქვენ წარმოშობილი ხართ და იქვე რო ხდება შემდგომ ახლო-მახლა გასხვისება გაყიდვები მასობრივად ეს ახლა იმხელა დანაშაულებრივი სინდიკატია არ ვიცი და მე ახლა ზუსტად გამსახურდიან და იმის უზენა იმათ მაგრამ ეხლა ფუნდამენტალური მონაპოვარი ქონდა ეს რაც ჩამოგითვალეთ იმასთან რომ მიწა-წყალი და ეს არის ხელშეუხებელი სტრატეგიული ის არის და ექვემდებარება რაღაც ხელშეუხებლობას და გაყიდვის მექანიზმები არის ძალიან სპეციფიური საქმე წინვალე წიგნი გამოუშვა სხვათა შორის გარდაცვლილი თქვენც იცნობთ მე მგონი არ ვიცი შეხება პაატა კოღუაშვილთან წინვალე წიგნი რა და მასთან ერთად კიდე გივი თალაკვაძე ასე უზენა საბჭოს წევრი ორივე და საოცარი წიგნი ეს პოლიტიკა არც კითხულობენ არც ინტერესდებიან რა რესურსები აქვს ქვეყანას როგორ არის სად არის როგორ არის რა პირობებში არის სად უნდა გასხვისდეს სად რა სახის კონტროლი უნდა დაამყაროს ასე ვთქვათ ჯერ ესეთი სხვათა შორის თქვენ ძალიან სწორად შეეხეთ ამ საკითხს ყველა ქვეყანას რომელსაც აქვს განვითარებული უსაფრთხოების სისტემა და ჯერ მარტო უსაფრთხოების კონტროლი არ არის ცნობილი საქართველოში ესეც არის კიდევ ერთი უბედურება როგორ შეიძლება ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა იყოს რასაც ეს სუბნორმალურად საუბრობენ და არ არსებობდეს უსაფრთხოების დოკუმენტები რომელიც ფართო მასებმა არ იციან ხო რა არის ჩვენი გამოწვევების საფრთხეები რა როგორ რეაგირებთ მე მგონი ერთხელ დაწერეს მხოლოდ და მხოლოდ რაც ხელისუფლებაში არიან ასეთ ტიპის დოკუმენტი და ყველა ამ უსაფრთხოების სისტემაში მთავარი არის რა რომ სადაც ქვეყანაში ტერიტორიების პრინციპი არ არის შელახული იქ საზღვრისპირა არის აქ ჩვენთან სამწუხაროდ ოკუპაციის ხაზია მაგრამ ოკუპაციის ხაზი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რა თქმა უნდა დამატებით ამ პროაქტიული უნდა იყოს ხელისუფლება და მომართული უნდა იყოს მისი თელი რესურსები არა რაღაცა ამ ხანდახან მართლა ამ ვულგარულ და ბიუჯეტის და ვიღაცაების გასამდიდრებლად არასაჭირო პიროვნებების გამდიდრებას და ტყეების ჩუქებას და რაღაც მილიონი რუბლის ისეთი საათების კეთებას რო თავი დაანებო აი რა თუნდაც რაღაცა ღონისძიებებს რომ მართავენ რომ ჩადიან ყოველ სადღაც რაღაც 10000 ლარს და 15000 ლარს ერთ სიმღერაში უხდიან ხოლმე ადამიანს ხო აი ამ ყველათ აი ამ უაზროდ გაფორმებული თანხის მაგრად რომ დახარჯულიყო თანხა იმაში რომ ეგრეთ წოდებული ოკუპაციის ხაზთან ბევრად უფრო მდიდარი ბევრად უფრო კარგად ასე ვთქვათ ჭიდროდ დასახლებული ყოფილიყო დასახლებული პუნქტები ხო იგივე სოფლები დაბები თუ ქალაქები რაც იქნება ყველა ატრიბუტები დაცული რა ამ ხრივად საერთოდ არ ფერგეთება პირიქით თქვენ რო ჩახვიდეთ და მე ჩავდივარ ხოლმე ხშირად როგორც აღვნიშნეთ ჩემთვის დანიშნული საკითხია აი როცა ჩავდივარ ხოლმე ხო გორის რაიონში ან აი იმ სოფლებში რომლებიც ახლოს არის ოკუპაციის ხაზთან შეიძლება ითქვას რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა საკითხებს და მიტოვებული პირიქით გეგონება რომ როგორც ხო არ ვამბობთ ახლა ჩვენ რომ ღირსეული და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის რომ ეს ხალხი კარგად ცხოვრობდეს და იქ რჩებოდეს და პირიქით მრავლდებოდეს და უკეთეს მოსავალს იღებდეს პირიქით ჩვენია მე მგონი რომ საერთოდ დაიცავოს ის ადგილები რომ აღარ არსებობდეს პრობლემა რომ მოიხსნას როგორც სტალინი ამბობდა მეჩილევეკ ნეტ პრობლემა არ არის დასახლება არ არის ადამიანი არ არის პრობლემა აი ესეთი ისე ჭამდოს ეხა ამ ეს ხალხი რო გელაპარაკება ტერიტორიულ სამგენაზე ნუ ძალიან სამწუხაროდ და ეს თქვენი სიმბოლური ეს არის თქვენ რაცა თქვით ახლა გინტურის მაგალითი რა სიმბოლურია ასე ვთქვათ ეკლესიის კარიბჭესთან მოკლეს მშობლიურ სალოცავში სადაც მივიდა ეს რაღაც მონღოლები და ისინი არ აკეთებდნენ ბარბაროსები რაც მაგათმა გააკეთეს ესეც ნიშანდობლივია რომ ამ ემაზე მეტყვი ამაზე რეაქცია რო არის რაზე უნდა ქონდეს ხელისუფლებას რეაქცია ხო არ ვიცი ისეთ რაღაცები კი მაგრამ ირაკლი უბედურება რა არის ოპოზიციაც ძალიან შორეულად უყურებს მე ვერ ვნახე საარჩევნო იმაში ამ თემის ოდნავ გაჟღერებაც კი არა მე გეთახმებით მე როგორ შეიძლება რა შორის რომ ეხა მოვატყუე მაყურებელი და არ მოტყუდება თან თქვენს ეხა ვერ გაკატრებთ ამას და მართლა სერიოზული პრობლემა არა ნუ ახლა
ვიღაცამ რაღაც აიკნავლა ეს არ ითვლება. არასწორად იყო აქცენტები დასმული მათ შორის ამ წინა საარჩევნო პერიოდშიც. მე ამაზე ღიად შემიძლია ვისაუბროთ, რომ რა თქმა უნდა, მორალური უფლებები რომ იციან ყველამ, რომ ამ შეხვედრებზე და ყველგან სადაც მე შემეძლო ვსაუბრობდი, რომ პირიქით თავი საკითხი შეუძლებელია საკითხი მეორე პლანზე გადავწიოთ, არ უნდა შეგუშინდეს იმის, რომ აბაუმი გინდათ დისკრედიტირებული ყველაფერი, რაც ეხება ტერიტორიულ მთლიანობას და ეხება ოკუპაციას. ეს არის ჯერჯერობით არასწორი მიდგომა ხა ვინმეს თუ გონია რომ არ ვიცი ხა რომელ PR ტექნოლოგიებში არის მაგრამ ვინმეს თუ გონია რომ ხა ქართველი ხალხი იმდენად უგუნურია რომ თუ რაღაც თემაზე არ ვისაუბროთ ის თემა პრობლემური არ იქნება ძალიან ცდება ის პროპაგანდა კიდევ უფრო იმუშავებს მაშინ როდესაც აქეთ ხარეს არ იქნება კონკრეტული დღისესრიგი და კონკრეტული ხედვა და გეგმა როგორ ვაპირებ ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას ამიტომ ამ საკითხს ვერ დამალავ ხარ არ ვიცი ყველაზე მთავარი პრობლემაა კომპლექსურად რაც თავად ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა რო აწუხებს ადამიანს აი ხა რაც არის ყველაზე მძიმე ყველაზე ღმერთმა დაიფაროს მაგრამ სიმსივნეებს ხა რაც არ უნდა თქვა რომ აი ხა სურდოზე გააკეთო ასეთი რაღაც ხელისთავი უნდა მოიკვეთო ესეც თავარი არის ის რაც გაწუხებს ხო ესე არის ჩვენთვის თავარი პრობლემა სანამ ეს საკითხი დგას არის ტერიტორიულ პრობლემა ამიტომ ჩვენ უფრო მეტად უნდა ვფიქროთ და ოპოზიცია ვიმუშაოთ ამ თემაზე, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით და მე სრულფასურად ვაცხადებ, რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო ციკლის დროს თუ იქნება, რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ნუ რაღაც დრო უჭირდება ამას, რომ ჯერჯერობით სიტუაცია ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი და პარტიული პროცესიც შეიძლება რომ ლიკვიდირებულია ამ ეტაპზე. როცა იქნება, მე ამის პირობას ვაძლევ ყველას, რომ იმ პოლიტიკურ გუნდში სადაც მე ვიქნები, აუცილებლად იქნება ეს პრიორიტეტული საკითხი. მათ შორის ისეთი, რომელსაც მუდმივად ვისაუბრებთ და ჩვენი პროგრამული ხედვა ყველას ეწოდება ამის შესახებ. ხო და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტატუნაშვილის საქმე იყო. 4-ზორიას საქმე იყო, გიგის საქმე იყო, ხო? ეს არის შემთხვევები, როდესაც ყველაზე საქართველოს მოქალაქეს თუ არიცავს ხელისუფლება. მიფუჩაჩებული ყველაფერი. საქართველოს ხელისუფლება თუ მოიცილა რა ხელისუფლება მას. ხელი დაიბანა. ყველაზე არის რა გესმის თქვენ წარმოვიდგინეთ ოჯახში არ შემოშვით იმ ადამიანს მეგობრად არ გაიხდით რომელსაც ღირსება არ აქვს ხო? როცა საკუთარ მოქალაქეს არ იცავ შიშის ფაქტორის გამო თუ ნებისმიერ მithumeτε შიშის ფაქტორის გამო თუ არ იცავ ლაჩარი თუ ხარ და მაგიტო თუ არ იცავ შენ მოქალაქეს რომელიც ასე მუხანატურად ვერაგულად არის მოკლული ხო? როგორც მოკლეს ეს ხალხი კარგად ვიცით საზღვარზე მოკლეს იმ ყველა მოკლეს იმის გამო რომ ღირსება დაიცვეს. ერთი იმიტომ მოკლეს რომ ლომისას ეს უძველესი სალოცავი რომელიც ჩაჭედილი იყო და მისი სალოცავი იყო სადაც ის დადიოდა ბავშვობიდან ხო მოსალოცად ხო ამაზე გაისაქმე რა უნდა გააკეთოს ქართულმა კაცმა წავიდეს თავის მამაპაპა სალოცავში ილოცოს აი ამას რომ უგზავნოდა ოკუპანტი რომ აუჭედა კარიდა რომ გაარღვია და ის გააკეთა რაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს სინამდვილეში თუ ღირსება გვაქვს და თუ ნამდვილად ვართ ეროვნული ხელისუფლება და ამის გამო იქნა მოკლული. მეორე 4 უკაცრავად თან ნაციონალური ნიშნით კიდევ. ნაციონალური ნიშნით არის. ღირსებით და ნაციონალური ნიშნით. აი ამ დროს როცა არაფერს არ აკეთებენ, ამ დროს როდესაც ხდება ხოლმე ის რაც ხდება ჩვენ ხო ხედავთ ხო, პირიქით კლინს არ ძრავენ ხოლმე, ოღონდ არ გააღიზიანონ, არ გააბაზონ ხოლმე ოკუპანტი და ამ დროს ჩვენ ხედავთ ასევე რას რომ ხო მოდი პირდაპირ თქვათ ხო ხელისუფლება რომელიც მათ შორის ტერიტორიულ აღდგენას აპირებს ისე რომ ჰააგისა და სტრასბურგის განსაკუთრებულ რევიზიას ახდენს. ეხლა მოდი პირდაპირ ჰააგაში რა თქმა უნდა და რაც მოხდა და სტრასბურგში რაც მოხდა ის არ გადაიხადება გასაგებია რაც არ უნდა ეხლა წულუკიანმა ეგრეთ წოდებული კომისიები ატაროს მაგრამ დიპლომატიაში ვინც ერგო ხო ყველა კარგად ხდება იმას რისთვის ჭირდება ეს უსეთს და როგორ გამოიყენებს ამას კრემლი. რა მემართულებას აძლევენ ხო? ეხლა აი რა მემართულებას აძლევენ გეტყვით რა ეს ეხლა ნაცი ხარ ხოცი ხარ კი არა ქართველი ხარ ხო? უპირველესად. ხო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის შეთვის ყველაზე მეტად პრიორიტეტული ხა ეს პრაღის რეზოლუცია რო იყო თუ გახსოვთ სუიადის და იმაზე უარესი არის. ხო ახლა ვიცი ხო ხო მეთახვევით. კი ბატონო გეთახვევით და რატომ ეხლა რა ამაზე ვისაუბროთ მოდი პირდაპირ ხო მე რო ეხლა შევარდნაძე ედვარდ შევარდნაძეს მიმართ ეხლა რა გავაკეთებ ალბათ როგორ დამოკიდებულება მექნება რომ არ მექნება ამათ ჩემთვის მოსაწონი პოლიტიკური ფიგურა რო არ იყო მაგრამ ეხლა ცხოვრებაში არ ვერ მოხდება ისე და ივანიშვილთანაც შემთხვევაში ვერ მოხდება რომ ისეთი რამე თქვა გავაკეთო სისტემურად რაც აზიანებს სახელმწიფოებრიობას მათ კარგი თქვა თუ ნუ დისკრედიტაციას ახდენს არ ვიცი ეხლა დემონიზაციას მოახდენს იმ ადამიანებს რომლებიც ჩემთვის არ არის მოსაწონები მაგრამ თუ ქვეყანა ზიანდება ქვეყანა ხო პრიორიტეტული თუ პატრიოტები ვართ ეხლა რა ხდება კრემლს აქვს ესეთი მარტივი ნარატივი ჩვენ ვებრძოდით კრიმინალურ ხელისუფლებას რომელიც იყო მათ შორის ქვეყნის შიგნით წამებელი იყო კრიმინალური რეჟიმი რომელმაც მათ შორის ჩაიდინა ომის დანაშაულებები და მოახდინა პროვოცირება სამხედრო კონფლიქტის შესაბამისად ჰქონდა სრული მორალური სამართლებრივი პოლიტიკური უფლება ამ ოპერაციის განხორციელების შემდგომში იგივე წარმატება რა ტაქტიკური შესრულებები დაუშვი ეგ სხვა ამბავი
და მე იგივე წარმატებით ისინი შეეცდებიან, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ბარბაროსული აგრესიაც გაამართლონ, თქვა, მე რამდენიმე წლის მერე მოაწყო იგივე რაც მოაწყეს საქართველოში, ანუ დუგინის სიტყვები რატო არ ეხა ეს დუგინი მართლა რატო ამბობს ამას, რომ რაც ტანკებით ვერ მოვახდინეთ 2012 წელს მოვახდინეთ არჩევნებით, იმიტომ რომ ივანიშვილი არის მათთვის ის რაც მათ სურთ რომ სტრატეგიულ მიზნებს უკმაყოფილებს. რა არის ეს სტრატეგიული მიზანი? რომ მათ შორის ახლა შემოშ უკრაინის ხელისუფლების ცვლილება სურთმათ და ისეთი ძალის მოყვანა, რომელიც მათსავით, ანუ ივანიშვილის გულისხმობ, უბრალოდ ამათსავით დაიწყებს გავსი ტიპის პროცესებს და ადანაშაულებს ზელენსკის, იმიტომ რომ ნახეთ როგორ გავყოთ ხო ეს კარი. ერთი არის ტაქტიკური სტრატეგიული ნაწილები, რომელიც პრობლემური იქნება ყველა შემთხვევაში, რომ არ არსებობს ომი, არ არსებობს სამხედრო კონფლიქტი, სადაც მხარე არ უშვებს შეცდომას, ტაქტიკურ ნებისმიერი ტიპის და ამ დროს ადამიანის ინტერესი რო იკვეთება, რომ ამ ტაქტიკურ სტრატეგიულ შეცდომებში ეროვნული დონის პრობლემა და ხარვეზე აღმოაჩინოს და ომის პროვოცირების და დაწყების პრობლემა აღმოაჩინოს. ეს ხო საერთოდ ყველაზე კარგი ინდიკატორია რა მორალის და დღის ესრიგის ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ თეატრი უკიანის კითხვები თუ გახსენდებათ გენერლებთან მიმართებაში, როცა გენერლები ყვებოდნენ, რომ აი შემაღლებული ადგილები იყო დაბომბილი, თვითონ ცხიმალი არ იყო დაბომბილი. ეს ადამიანი ხალბატონო აი თუ არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ, აი მე ამ ვიდეო კადრები არსებობს, როგორ ეძიება, რომ თქვას, რომ ცხინვალთან აი შემაღლებული დასახლებული პუნქტები კი, მაგრამ აი ცხინვალს ხო არ მოხდა, აი სპეციალურად აი ხო ხვდებით როგორც პროკურორი ხომ რომ რაღაც გათქმევინოს. აი ესე ცდილობდა რომ დაცდენოდა რომელიმე გენერალს რომ კი აი შეიძლება ცხინვალის დაგვებულმა. აი წარმოიდგინეთ ახლა ამასთან გვაქვს საქმე. ამაზე მეტი ღალატის ქრონიკა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს, მე მართლა არ მეგულება საერთოდ ესეთი მსგავსი შემთხვევა. ამიტომაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი მთელი ამ 13 წლის მანძილზე არ წარმოებს არც ერთ კამპანიური ხასიათის და არც თუნდაც დოკუმენტური თვალსაზრისით არ აქვს წარმოებული რაღაც ისეთი პოლიტიკა, რომელიც იქნება ასახული, გვეცოდება რა ასაკეთებს ჩვენი ხელისუფლება 13 წლის მანძილზე ტერიტორიული თვალსაზრისით აღდგენის კუთხით რა როგორ კეთდება მესიჯურად მაინც უნდა ვიცოდეთ თავი დავანებოთ კონკრეტულ ქმედებს, ხო? და დიპლომატიურ ნაბიჯებს. ეს ერთი. მეორე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, ხო? ეს ხელისუფლება ძალიან ბევრჯერ არის მხილებული ძალიან კონკრეტულად ტრის ანუ ოკუპანტის ინტერესების გატარებაში, ნუ აღარ დაუწყებ ხა ყველაფერი გააკეთეს მართლა, მათ შორის ქართული სამხედროების სიები გადაცეს, მათ შორის აქ სპეცსამსახურების მეშვეობით. ოდორის სპეცოპერაციის მონაწილეებიჭები, რომლებმაც რუსეთის შესაბამისი ბატალიონის შესაბამისი, ასე ვთქვათ, სპეცდანიშნულების რაზმი ნეიტრალიზება მოახდინეს ამ რაზმის წევრები, ოდორის სპეცოპერაციის მონაწილე ქართველი რა ჯარისკაცები ერთმანეთის მიყოლებით მოკლეს საქართველოში და ალბათ ყველას კარგად ესმის ვის უსაფრთხოების სისტემაში უნდა მაისერგება, რომ თუ ხელისუფლება ასე ვთქვათ მონდომებულია რომ ეს ხალხი დაიცვას, ასეთ რამ არ მოხდება და 2-3 წლის ვადაში ყველა სპეციფიკა გამოძიებული უნდა იქნეს და დადგენილი გამოძიებული იქნება და ან დაცული იქნებოდა უფრო კარგ შემთხვევაში და ნამდვილად ეს იქნებოდა ეს ხალხი სპეციალურ დაცვის ქვეშ იქნებოდა. მათ შორის ხანგოშულიც რომელიც მე რუსეთის აგენტმა მოკლა თუ წარმოგიდგენიათ ისრაელში ესეთი რაღაცა რომ არა ხო მაგას ჩვენ ხო ღირსეულ ქვეყანაზე ვოს პრეტენზია ხა თუ ედრებით რაღაც მაჩანჩალა ქვეყნებს არ ვიცი თუ ღირსეულ ქვეყანაზე და აგერ ხანგოშულიც რომ მოკლეს ესე ძალიან ხანგოშული როცა ბერლინში მოკლეს ეს კაცი ხანგოშული ქისტი ხო ჩვენი თანამემამულე ჯერ ეთნიკური ქისტი ჯერ ფოტოშოპის თბილისში დაესწრა თავს გადარჩა რამდენიმე ტყვია მოხდა თხოვა სპეციალური დაცვა საქართველოს ხელისუფლებას და მაშინ ოცნების ხელისუფლებამ უარი განაცხადა სპეციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებაზე და ახლა თუ ადამიანი რომელსაც შენი ოკუპანტი ეძებს არ დაიცავოს სპეციალურად დაცვა არ გამოყენება მაშინ ვიღა უნდა დაიცვა აი ყველაფერი აბსოლუტურად არის გადაღებნილი ამ ქვეყანაში მორალი აღარ არსებობს კონსტიტუცია აღარ არსებობს ტერს ვერ დაუძახებ ამიტომ ამ რეალობაში ვერანაირი იმედი პოზიტიური ქვეყანაში თუნდაც ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ანუ ანტიოკუპაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ვერ გვექნება თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით ერთი კიდე უკაცრავად სამწუხაროდ მართალი ხარ თქო გარკვეულწილად ახლა 24 წლის აჯანყებასაც მთელი ესენი მიუძღვენენ ჩვენ იყო პროფესიონალი ესეთი ადამიანი და მაგრამ რა იყო ერთ-ერთი უნიშნელოვანესი მომენტი რა ახლა 24 წელს აი რომ მოხდა სამხედროების შემოსვლა ბოლშევიზაცია ხო იქ რაღაც პირველად რომ მოვიდნენ რა განაცხადეს მათ რომ ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტის შეზღუდვა კი არ გვინდა არამედ ერთი პოლიტიკური სისტემა და წყობა შეიცვალა მეორეთი და ბურჟუაზიული და მობურჟუაზო ხელისუფლება ჩაანაცვლა მუშურგლეხულმა პროლეტარულ
პროლეტარიატის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებმა. ერთი 2 წელი გრძელდებოდა 26 მაისად ზეიმობდა სხვათა შორის. მე როგორც კი შეარტყვეს რომ მომძლავრდნენ ჩაიგდეს მართვის ბერკეტები ხელში, დაიწყეს ასე ვთქვათ ამ დესუვერენიზაციის ასე ვთქვათ პროცესი. ძალიან ისეთნაირად და ამას მოყვა შემდგომ ჯერ ვერ გამოერკვა ეს ხალხი სხვათა შორის და ინტელიგენციაც რაღაც ან თავი წაიყრუა ან რაღაც ეს არ მინდა გვარები დავასახელო, ახლა სამწუხაროდ ესეა ეს კი, ნამდვილად ესეა და შემდგომ ეს დაგვირგვინდა ეს პროცესი 37 წლის აქტი, 37 იყო ამის გაგრძელება და ამის ლოგიკური ასე თქვა დასასრული. ჩვენთანაც დაახლოებით, რა თუ შეხედავთ დაახლოებით, ოღონდ იმ განსხვავებით რომ ახლა აქ არმიის შემოჭრა არ მომხდარა როგორც ასეთი, თბილისი არა უღიათ და ზუგდიდი და ბათუმი და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ისეთნაირად მოხდა რომ დესუვერენიზაცია მოხდა ევოლუციური თვალსაზრისით. დროში გაჭიმული ნელა მარჩობელა ილეთებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აი უბედურობა რა არის, იცით ახლა ეს რო გავიხსენოთ რა თქვა რომ ახლა რო შეიცვალა მაშინდელი ხელი ბოლშევიკები ციხეში რო იჯდნენ ზოგიერთები მენშევიკები როგორ ზოგიერთი გაანთავისუფლეს მაგალითად გეგეჭკორი და ესენი და უპრეზიდენტო შემთხვევა იყო, როდესაც აჭარაში თურქების ასე თქვა წინააღმდეგ უპრეზიდენტო რაღაც იყო გერმანელები, გადაცმულები, ქართველი ბოლშევიკები და მენშევიკების რაღაც ესეთი სახალხო ლაშქარი ებრძოდა თურქებს ეს მოსაგერიებლად, ოკუპაციის მოსაგერიებლად. ეს ფაქტია ახლა. აი დღეს ღმერთმა დაგვიფაროს ესეთი რაღაცა რომ მოხდეს, დღევანდელი ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის. უბრალოდ მინდა რა შედარება, იცი, მაშინდელი ბოლშევიკები კი იყვნენ მტრები და ოკუპანტები და ასე შემდეგ, მაგრამ ამათა შედარებით იდეურები იყვნენ. აი ეს ფაქტიც უკვე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ რაღაც დასკვნები რო გავაკეთო. არა, მე დაგეთანხმებოდით, გავაგრძელებდი იმით, რომ ჩემი ხო არაფერი არ მეთქვა, მე ფაქტები ვილაპარაკე. ძალიან მაინტერესებს რა თქმა უნდა ეს საკითხები, ზოგადად ისტორია ძალიან მიყვარს და ეხლა ბავშვობიდან ჩემთვის მთავარი შეიძლება ითქვას რომ თავისუფალ დროსაც ეხლა ძირითადად ისტორიულ ნაწარმოებს ვკითხულობ. მემუარები მაქვს საკითხული ძალიან ბევრი ქართველის და მათ შორის ესეთი რამე იკვეთება რომ 20-იანი წლების ადრეულ ეტაპზე ვინც წავიდა იმიგრაციაში, იმათაც კი არ ეგონათ სხვათა შორის რომ თითქოს მოუწევდათ ემიგრაცია. მათი რაღაც შვილი და შვილი დაბრუნების ილუზია ჰქონდათ. ილუზია ჰქონდათ, ოღონდ ესეთი ილუზია ეს მათთვის რო გეკითხა, ალბათ გეჩხუბებოდნენ, იმიტომ რომ ძალიან დაბლა, აი ფაქტობრივად 100% დარწმუნებული იყო ეს ხალხი, რომ აი სადღაც 5 წელში, რაღაც 10 წელში პატარა პაუზა და ხოთა მაშინ ახლა ძალიან ელუსებური სისწრაფით იცვლებოდა ყველაფერი ხელში. პირველი სოფლიო ომის შემდეგ რაღაც. კი ბატონო და ამიტომ ეგონათ რომ ბოლშევიკებზე არ ქონდათ მაღალი აზრი და სოციალ-დემოკრატები ზოგადად ბევრად ძლიერები. ერთად იყვნენ ერთი განაყოლი არა გაიყვნენ. სოციალ-დემოკრატები ბევრად ძლიერები. სხვადასხვა სტრატეგიული იდეის გამო არ გაყოფილან. ტაქტიკური იმის გამო გაიყვნენ. და სოციალ-დემოკრატები ბევრად ძლიერები იყვნენ მათ შორის საქართველოში ბოლშევიკებზე, ყოველთვის ამიტომ ძალიან დაბალი აზრის იყვნენ იმაზე რომ ბოლშევიკებს ჰქონდათ ორგანიზების ნიჭი, თუნდაც იმის რომ გაეძლოთ ხელისუფლება. საფუძველიც ჰქონდათ, იმიტომ რომ ბუმაში არჩევნებივე ჩატარდა ბოლოს ბოლშევიკები მე-7-მე ადგილზე იყვნენ. არა, ესე იყო და რეიტინგით ხო ესე იყო. საქართველოში ოფიციალურად. საქართველოში არჩევნები რო ტარდებოდა, საერთოდ არ იზომებოდა მათი რეიტინგი, შეიძლება ითქვას. მათ შორის ახლა სტალინთან დაკავშირებითაც ნოეჟურდენეს და სხვებს ჰქონდათ ძალიან დაბალი აზრი. არაფერი და რუსეთის დროებით თავრობაში ერთად იყვნენ ესენი. თორე სხვათა შორის თავის დროზე რაღაც პროპაგანდისტადაც არ აიყვანეს სტალინის ცნობილი ფაქტია ნოეჟურდენის დამამსირებლად. ხო დაიწუნა მისი ასე ვთქვათ ინტელექტუალური მომზადების დონის და პარტიულ ასე ვთქვათ პროპაგანდაში გაურკვევლობის გამო, ალბათ ეს კარგად ხონდა დამახსოვრებული სტალინს. რაც შეეხება თვითონ ამ ადამიანს, ახლა აქ მნიშვნელოვანი ერთი მინდა რომ ახსენო რომ ძალიან ბევრი არ წასულა ქვეყნიდან სხვათა შორის ეს მათ შორის იყო მითი ერთ-ერთი რომ თითქოს ყველა გაიქცა და ყველა დატოვა არა და უმეტესობა დაფუძნებელი კრების დარჩა ადგილზე და ბევრი მათგანი სამწუხაროდ დაიღუპა და მოკლეს და მაშინ რაც მოხდა კი გეთანხმებით იგივე ხდება ივანიშვილმა ივანიშვილს აღასრულებს ის რომ არ იტყუება ხოლმე თავის გამოსვლებში დიდი ნაწილი რასაც ამბობს ხოლმე რომ გააკეთებს მართლა აპირებს ხოლმე ყოველ შემთხვევაში მის გაკეთებას ამ ყველაფრის გაკეთებას მაგრამ ძალიან მარტივად ახსნა რომ 2013-14-15 წელს შეეძლო ყველაფერი ამის გაკეთება თითქოს მაგრამ წარუმატებლად აფასებდა შანსებს რომ ალბათ იდეალურად წარუმატებლად რომელ წელში ესეთი რაღაც ხო ივანიშვილმა რომ წინა წლების მანძილზე ვერ ასე ვთქვათ
დგამდა იმ ნაბიჯებს, რასაც ეხლა დგამდა. ვერ გაბედა ასე თქვა. და ამის რესურსი, არ მქონდა ამის რესურსი. პირველად დასავლური გუნდით მოვიდა, კაცო, არ გახსოვთ უსუფაჩილები და ესენი და რესპუბლიკელები და მემარჯვენეები. და სოროსისთან ხელჩაკიდებული მოვიდა, ეხლა თვითონ ვიცით ხუებს აბრალებს რაღაცა სოროსის დაფინანსებულობას და აქ ახლა მნიშვნელოვანი რატო არის ეს ყველაფერი? როგორც დემოკრატიას სჭირდება კონსოლიდაცია და ახლა შეუძლებელია 2-3 დღეში დემოკრატიული სისტემა დაამყარო ქვეყანაში, ამას სჭირდება მთელი რიგი რეფორმები, ინსტიტუციური წინსვლა, არ ვიცი ძალიან ბევრი ტალღის რეფორმების განხორციელება. ისე ჭირდება დიქტატურასაც კონსოლიდაცია. ხა შეუძლებელია როცა სისტემა არ გახდეს ესეთი ავტორიტარული და დიქტატურული. სიმყარე ჭირდება. რაღაცა რამდენიმე დღეში და წელიწადში ვერ გააკეთო. მით უმეტეს ესეთ ქვეყანაში. ამას ჭირდება წლების მანძილზე. მეთოდური კი გუდავს ყოველთ არ ეძახიან ამ ადამიანს სახელად. არის ძალიან თანამდებობი ცივსისხლიანი რუსეთის უშუალოების კადრი, რომელსაც ძალიან კარგად ჰქონდა ინსტრუქცია მიღებული ზუსტად როგორ შეიძლება ამ საზოგადოების ჩამოშორება მთლიან დასავლური სამყაროსგან და ყველა დემოკრატიული ნიშანწყალის განადგურება. პუტინმაც რა გააკეთა ხა პუტინი პირველი წლების მანძილზე იძახდა რომ ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს და ევროპას წარმომადგენელი ყავდა 3 წელი იქ თუ გახსოვთ ბრიუსელში. კი ბატონო და მე ბავშვობაში ხა რუსულ არხებს როცა უყურებდი იყო ძალიან ბევრი ოპოზიციური გადაცემაც ხომ და იქ ის ხალხი ის ოპოზიციურად განწყობილები პუტინს ლაძღობდნენ იქ რუსეთში მოღვაწეობდნენ ცხოვრობდნენ მერე დაიწყეს ამ ხალხის მოყოლა და განდევნა და მოწამლა თორემ მანამდე ამიტომ ვამბობ რომ წლები ჭირდება მათ შორის მოკლული ჟურნალისტი რუსი ქალბატონი ხო მოკლედ აი ჩეჩენმა ტერორისტებმა ხო ჩეჩენებს ზოგზეც რო უწერი მოკლედ ამ ქალბატონს აი პუტინის რუსეთი აქვს სიგნე ესეთი დაწერილი და ძალიან კარგად აქვს აღწერილი როგორ მოხდა პუტინის დიქტატურის დამყარება მათ შორის სოციალურ დონეზე იცი რა აქვს კარგად აღწერილი სხვათა შორის აი ეს ხდება დღეს საქართველოში აი ამ პარალელს გავავლებდი რომ ამ ქალბატონის გარშემო პოლიტკოსკაიას ხო პოლიტკოსკაიას გარშემო რა ხდებოდა რა იყო რომ ბავშვობაში ის მეგობრობდა მასთან ერთად სწავლობდა მასთან ერთად ჟურნალისტურ საქმიანობასაც ეწეოდა იმ ხალხის რომელიც შემოუში გახდა პუტინის რეჟიმის ჭანჭიკი იმიტომ რომ პუტინის რეჟიმს ჭირდება ერთი მხრივ როგორც ყველა ავტორიტარული რეჟიმს მათ შორის საქართველოში რაღაც ეტაპზე მაინც ხო რეპრესიული აპარატი მერე ჭირდება რა თქმა უნდა იდეოლოგიური აპარატი და ადამიანები რომლებიც არიან კონფორმისტები და შეიძლება ხაც თავარი წამყვანი ფიგურები არ არიან არსეთ აპარატში მაგრამ ამართლებენ იმ უბედურებებს რაც ხდება იმ ქვეყანაში ყაველაშვილები ხო რა თქმა უნდა და უფრო დაბალი რანგისაც ხო რომელსაც შეიძლება საერთოდ არ ყოფილა ხო თანამშრომლები რომელიღაც პროპაგანდისტული მედია საშუალებებით ხო და აი პოლიტიკოსები ამბობდა რომ ამ ხალხს ეს ხალხიო ჩემ თვალწინო 5-6 წელიწადში აბსოლუტურად გამოიცვალაო და იმდენად კონფორმისტები გახდნენო რომ საერთოდ მას ვეღარ პოულობდიო რომ სიცოცხლე აღსავსე ხალხიო რომელთანაც ყამათობდიო სხვა აზრები ქონდაო შეიძლება ერთმანეთს დაგვეხუცაო მაგრამ მეორე დღეს შევხვდებოდი ლაპარაკობ გახდნენო აბსოლუტურად ცივსისხლიანი ყოველგვარი ამ ინდივიდუალიზმი დაზომბილი ადამიანებია და აი ეს ხდება საქართველოში მე მაგალითად ერთი აღარ დავასახელებ ერთი სხვათა შორის ჟურნალისტი არის რომელიც ვიცნობდი აბსოლუტურად სხვანაირი ადამიანი იყო და აი პროპაგანდისტულ საქმიანობაში ჩარევეს ჩემი გომა ეხლა დღეს და გუშინაც მქონდა კონტაქტი აბსოლუტურად ადამიანები გეგმება თუ გამოწვალეს აი სისხლი გადაუსვეს რომ ამბობენ თან ისეთ რაღაცებზე ხუჭავს თვალს რომ მეუბნება ვიდეო კადრები რო არსებობს წამების ადრე წარმოუდგენელი ადრე ისეთი რამე რომ ენახა არ ვიცი მე ვიფიქრებდი რომ შეიძლება შევარდნილო ბატონო ირაკლი ახლა მეტეს ფუფუნება არა გვაქვს ჩვენ ამ თემები რომ გავარჩიოთ ძალიან საინტერესოა რა თქმა უნდა იქ ახლა ტკივნეულ საკითხებს უნდა შევეხოთ ესე ძალიან ტკივნეულ მაგრამ ისტორიული ახლა უნდა გადმოვიდეთ დღევანდელ ვითარებაში აუცილებლად ახლა საგარეო მე ძირითადად მაინც ახლა ვისთანა გვაქვს ხელისუფლებას საქმე მე მგონი გასაგებია ხო ახლა აბსოლუტურად ღია ეს ყველაფერი გამჭირვალე უფრო სწორად რა შეეხება ახლა ოპოზიციურს და იმ ფლანგს სადაც ეს პროცესები მიმდინარეობს თუ საგარეო დიპლომატიური იმიდან შევხედავთ წარმატებები აშკარაა თვალსაჩინო განსაკუთრებით ეს სერიები რო წამოვიდა რომ მიეწყო იქიდან ამერიკიდან ინგლისიდან დიდი ბრიტანეთიდან ევროკავშირის ემედიდან და ასე შემდეგ დღესაც გრძელდება ხო ახლაც განხილვა ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ყველაფერი მაგრამ ეგ ახლა საუკეთესო შემთხვევაში ისინი ფონდს შექმნიან ძალიან ესეთ ფონდს და აქ პოლიტიკური სპექტრი ისე თუ არ დაალაგდა იმის ადეკვატურად საგარეოდან საგარეო ყოველთვის შინაგანეს გაგრძელებაა ხო და პირიქით და ეს კომბინაცია ხო
აი აქ რაღაც უმძიმესი ვითარება უნდა ვაღიაროთ რა კრიზისი არის ძალიან მძაფრი ხალხი გმირულად და ჰეროიკულად გამოდის იქ და აპროტესტებს მე მგონი გინესის რეკორდებში შევიდნენ ყოველ შემთხვევაში ცივილიზირებულ სამყაროში მე მგონი გინესის რეკორდები არის მოხსნილი უკვე და შეიძლება სხვამა ვერც მოხსნას ну რაც შეეხება ახალ პოლიტიკური გუნდის და ამის სინერგიას და ამ ენერგეტიკის ნების გონების და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ კომბინაციას აქ თითქმის კატასტროფული მდგომარეობაა სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ და მე ჯერჯერობით ვერ ხედავ ისეთ ძალას რომელიც აქ ყინულჭრელივით გაჭრეს ასე ვთქვათ ამ ყინულს და იმ ადამიანებს ვიც ამ გინესის რეკორდებს ამხობენ თუ უკვე და ამხეს იმათ შთააგონებს დაარწმუნებს იმაში რომ ის ძალა არის რაღაც ცუდი პარალელი შეიძლება მომაგონდეს მაგრამ ეს такая პარტია ბოლშევიკებმა რო დაიყვირეს მაშინ რაღაც ეგეთი არ გვინდა მაგრამ დაახლოებით მაგ ძალის ხმევა აშკარად გვჭირდება რა თორე ისე ახლა პატარა ბავშვები არა ვართ ხო ახლა მეორე გვინახავს და ჩვენ თაობას განსაკუთრებით რაღაც კასკადებში გავიარეთ რა ეს ახლა საბავშვო ბაღია რასაც გვაყურებინებენ რაც ჩვენ გავიარეთ იქ ბედურობებში ძირითადად და ამ პროექტებში და რა ვიცი ახლა გაუტანლობაში სამოქალაქო დაპიკ აფხაზეთის ომი რაღაც დაუნდობელი და კონსტიტუციური გადატრიალებები და პრეზიდენტის კვლელობები და 1000 რაღაცები რა ახლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხო ახლა ბოლო ახლა ეს დასავლეთით შეხედავს ხო და გვიყურებს გვაკვირდება კი ბატონო სანქციები თუმცა ჯერ სანქციები ჯერ კიდე არ არის გატარებული და რაღაც კიდე პატარა ხრიჭოები დატოვებული ამათთვის ზოგიერთების ელიტისთვის ყოველ შემთხვევაში რომ გაძვრენ და კონსტიტუციურ ნებას დაემორჩილონ ხო ეს არის სანქციების ზემოქმედება და აი ახლა ბოლო რა ახლა რომ შევყვეთ ახლა თუ არ დაალაგდა ეს საკითხი რომელიც ვაგე თუ არ მოწესრიგდა ისინი რა იგივეს გააკეთებენ რაც პირველი სოფლიო ომის შემდეგ ბოლშევიკებთან მიმართებაში გააკეთეს ანუ საქართველოს და ეს რაში გაიცვალა ბოლო ბაქო ბათუმის იმაში გაიცვალა ფაქტიურად საქართველოს დამოუკიდებლობა და არა მარტო საქართველოს მთლიანად ეს ამიერკავკასიის ну ესე იყო რა ახლა პრაგმატული რო შეხედეს მაგათმა რომ იმვარჯვებდნენ ბოლშევიკები უგებდნენ თვითონ პირველ ეტაპზე თერთგვარდიას ეხმარებოდნენ მე რაღაც ცოტა ისინი იყო ანგლოსაქსებმა რაღაც ორმაგი თამაში დაიწყეს იქიდან აქედან ამა ყველაფერი შედეგები მიიყვანა აქამდე რომ ისევ პრაგმატიზე ჯობია ისევ კრიმინალთა ათეულობით მილიონი კაცი დახოცეს ხო მაგრამ მაინც მაგათთან დაიჭირეს საქმე ამიტომ ეს ახლა საგან გაშუარე მემი და ამ ხაზ ვინც ახლა წინა პლანზეა ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ვინც არის აი ეს ფაქტები გააცნობიერონ ელემენტარულად იმიტომ რომ აქ უსაშველოდ პაუზას ვერ გავწელათ ჩვენ და იმათაც თვითონ დასავლეთს მოუხდება აქცენტის გაკეთება ვიღაცაზე ასე თქვა სტავკა რა ვისაც უნდა გააკეთოს ფსონის დადება ხომ მოუწევთ ეს ხო გარდუვალი არის და როდემდე გვაქვს ამის ვადა ამ რისკების ვადა როგორია კონსოლიდაცია როგორია ორგანიზაცია როგორია ფსიქოლოგიური მომზადება როგორ არის განახლება როგორ არის ეს ყველაფერი 1000 კითხვებია და მე ამის მსგავსი კითხვები აი ტელევიზორსაც უყურებ იზოლებული ვარ მართალი კითხვა ჩემ თავს ვაიძულებ რომ უყურო რა იმიტომ რომ მოსაბეზრებელია პირდაპირ გეუბნები რა შინაარსითაც და პოზიციითაც ძირითადად ყველაზე რა თქმა უნდა ვლაპარაკო მაგრამ 90%-ზე მეც ეხება ну ახლა რაღაც ანაკლის რაღაც და რაღაც არ მინდა ახლა თემა შევეხო ეს გროტესკული სახე მიიღო ამ ყველაფერმა კონკრეტულად ამ ანაკლიამ მაგრამ კიდე როგორ უნდა მოგვარდეს ეს კიდე ცალკე საკითხავია აი ამ თემებზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო იმიტომ რომ მდგომარეობა უმძიმესია ხო გასაგებია თქვენ თაობების მიერ გამოვიდა სიძნელეებში კი ბატონო და იმედი არც იქნება რომ გავსი ტიპის სირთულეების გადავლა მოუწევს ქართულ სახელმწიფოს თუმცა იმ პირობებში თუ გაგრძელდეს კურსი და ივანიშვილის სისტემა სამწუხაროდ მოგვიწევს
რაც შეეხება ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს, აქ არის ერთი საკითხი, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს ცოტა ხა გასაგებია ვიღაცას შეიძლება სუბიექტურად გამოვიდეს, მაგრამ ესე გახლავთ მე ამიტომ ვასწავლე ამ პარტიაში, რომ მიმაჩნია რომ როდესაც არსებობდა ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა რეალური ალტერნატივის ფუნქცია, ხდება ხოლმე სხვა ავტორების მიერ იმის მაგალითად რომ ჩვენ თავაზობთ ყველას გაერთიანებას ამ მე თუნდაც წარსულის გადაფასებას, თუნდაც ჩვენ პარტიულ ნომერზე უარის თქმას, აი ბევრ ამას ვაკეთებთ, რატომ? იმიტომ რომ 2-3 წლის წინაც ჩვენ გვისმოდა ის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ყველა წინაშე იდგა, ამიტომაც იყო რომ ჩვენი ლიდერიც, რომელიც დღეს ციხეშია სააკაშვილის აქ და სხვა ყველა ადამიანიც ყველა მეც მათ შორის სხვა ყველა ადამიანი ვიძახდით რომ თავარი არის ერთიანობა. რომ თუ ჩვენ ახლა გავერთიანდებით ყველანი და კონკრეტული ერთიანობის მაგალითად ვაჩვენებთ საზოგადოებას, ეს იქნება კარგი, ოღონდ ეს საერთო სია იქნება, საერთო ფრონტი იქნება, ეს არ მოხდა. ეხლა რასაც ხდება, მათ შორის გრძელდებოდა მუდმივად თავდასხმები ჩვენზე. ამას პირდაპირ ვიტყვი ხა. მაგალითად ახალეზეც ძალიან ბევრი მოხდა ხო, სათქმელი ხო, მით უმეტეს ჩემი პოლიტიკური კარიერა იწყება 20 ივნისის მერე, როდესაც ხალხურია მოხდა, მსოფლიოს ამავე პროკურატურაში და ამავე ძალოვან სტრუქტურებში და სასამართლოშიც ვერ გამომტყუნეს, იმიტომ რომ ვიდეო კადრები არსებობს, რომ ბოლოს შექმნის გავარ და უწევას ხალხურია. ანუ ამ ყველაფერს რატო ლაპარაკობ, რომ ძალიან დიდი პრობლემა იყო, რომ ნაცნობოძრობაც იყო, ანუ ხალხს ეგონა, რომ ჩვეულებრივი პარტიული პროცესია და გარდა ხელისუფლებისა, როგორც კონკურენტ შეიძლება დაუპირისპირდეს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას. მაშინ როდესაც ის ადამიანი, რომელიც არის ივანიშვილი, რუსეთის დავალებით ახდენს მთელი პოლიტიკური სპექტრის ლიკვიდირებას უბრალოდ და პარტიების გაუქმებას იწყებს, ხო? ეს იყო არაადეკვატური და ეხაც არაადეკვატური, როცა ეს ხალხი თავს გვესხმოდა და თავს გვესხმის და გონია, რომ რაღაც ჩვეულებრივი პარტიული პოლიტიკური პროცესია ქვეყანაში და შეიძლება თან ოპოზიციაში იყო, თან ხელისუფლებას აკრიტიკებდა და თან სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც ურტყამდა და იდენტობას ყვეთავდა. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რაც არასწორი იყო. მათ შორის პრობლემური იყო ის, რომ სალომე მხრიდანაც მათ შორის ცდილობა არის, რომ ის იყოს ერთადერთი ლიდერი პროცესში, რაც არასწორი გახლავთ, ყველანაირი გაგებით, იმიტომ რომ შეიძლება თავის ფუნქცია ჰქონდეს ამ ადამიანს და ამ მრჩეველიც ყავდეს და მხარდამჭერიც, მაგრამ ახლა მარტო თვითონ გამოდიოდეს საპროტესტო გამოსვლებზე, თან თუ გაქვს პრეტენზია, რომ ხარ ლიდერი, ზუსტად გამსახურდა ახლა 31 მარტს ხო შევიკრიბეთ ახლა წარმოიდგინეთ ზუსტად გამსახურდია რომ თვეში ერთხელ შეგრებილი იყო და გამოსულიყო სიტყვით და ანალიტიკური მიმოხილვით შემოფარგლული იყო და არაფერი კონკრეტული არ ეთქვა და არ გაიკეთებინა ხო იგივე რა ვიცი მიხეილ სააკაშვილი ეგრე ვარდების რევოლუციის დროს ახლა თვეში ერთხელ რომ გამოსულიყო და რაღაც ეთქვა და ვერ წასულიყო ხოლმე და იმ აქციებზე აღარს მოსულიყო ხო ანუ ადამიანი რომელსაც გაქვს პრეტენზია იმაზე რომ იყო ერთდროულად ლიდერი და საერთოდ ჩდები თვეში ერთხელ ამ ხალხთან რომელიც მართლა გინესის რეკორდებში შედის და ყოველდღე კეტავს რუსთაველს და დაჯანმებულია და ყადაგებულია და ასე შემდგომ და შენ საერთოდ აერთი თავგაზრდობის აქტი სხვა კუთხით არ გიჩვენებია თუ გასაგებია რომ მონაწილეობა არ მიიღე ამ კონსტიტუციურ გადატრიალებაში და ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ შეაჩერე და ტოტალური გაყალბება არ გაამართლე ხო გასაგებია დავაფასეთ ეს საქციელი მისი მხრიდან მაგრამ ეხლა დანარჩენი ეხლა თუ ხარ ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიმღები და ლიდერი უნდა იყო და აქციებზე ჩვენ უნდა გამოდიოდე მეტი მოგეთხოვება მათ შორის გეგმის თვალსაზრისით მეტი მოგეთხოვება ხა თან თუ ვიძახით რომ საარჩევნო დემოკრატია აღარ არის ამ ქვეყანაში და ეხა კანონი მიიღეს დამკვირვებელს აღარ აქვს დაკვირვების უფლება ჩათვალე პირადობის მოწყობას წარმოიდგინეთ თავარი გაყალბების მექანიზმი რაც არის რომ პირადობის მოწყობას სხვისას აჩვენებდნენ ხოლმე უბრალოდ სხვისი პირადობით შემოდია ხოლმე ხო ადამიანები კი გასაგებია ბატონო ირაკლი არა და ამიტომაც ვიძახი რომ ეს პრობლემები არის ობიექტური პრობლემები კი ბატონო ნაცნობოძრობას აქვს თავისი გასაჭირელი და თავისი პრობლემები და ამაზეც არ მოგვერდება საუბარი მაგრამ ეს ის პრობლემებია რაც ჩვენი აზრით უნდა გადაიჭრას იმისთვის რომ და ამ არჩევნებზე რატო საუბრობდი ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი არ უნდა იყოს ეხლა პარტიებს გიუქმებენ გაუქმებენ საარჩევნო დემოკრატია აღარ ხარ და ეხლა კიდევ არჩევნებზე კაფეფუზე თუ არ გაქვს რაღაც ქვია ხო ამიტომ მე ვფიქრობ ესეთი უნდა იყოს მიდგომა ყველა უნდა გავერთიანდეთ უნდა მოვითხოვოთ არა თუ ახალი არჩევნები არამედ ივანიშვილის გარეშე არჩევნები იმიტომ რომ ივანიშვილს მოთხოვა თავისუფალი არჩევნები იგივეა პუტინის მოთხოვა მშვიდობიანი სპეცოპერაციის ჩატარება ეს კაცი თავისი თელი ანუ სუსით და თავისი ბანდით არის ორიენტირებული და მის აი კოკასაში განაცას დგას იგივე წარმოსდგენების თუ ეს ადამიანი არის დიქტატორი ბუნებით მას სურს ძალაუფლების და ფულის შენარჩუნება თქვენ ძალიან სწორი ანალოგი მოიყვანეთ ის ხალხი იდეური ბოლშევიკები მაინც იყვნენ და იმ ბოლშევიკური იდეების მოწამლულები იყვნენ წამდათ მაინც და იმ იდეებისთვის მაინც იბრძოდნენ და ეს ხალხი იბრძვის უბრალოდ ტენდერისთვის ფულისთვის ზუირადღირებული საათისთვის აგარაკებისთვის და კომფორტისთვის ფულისთვის და არა ერთწუთს სალდაღურია საკუთარ რომ შევაკვდები მაგათ შეკვდომა არ გაიშვა ეხლა მართლა რატომ მოხდა თუნდაც რომ უკრაინაში მებრძოლი ეხლა არ მიყვარს ხოლმე ეს მაგალითად მოყვება მაგრამ უკრაინაში მებრძოლი ქართველების უდიდესი ნაწილი რატო იყო ნუ არა მარტო მხოლოდ ნაცნობოძრობის მომხრე მაგალითად ვერთხედრიოს ვერ შევადარებ ხო ბანდიტები იყვნენ მაგრამ ჩემ თვალწინ 750 ბიჭი ჩაწვა იქ იმაში აფხაზეთში ჩემ თვალწინ იყო იქ ვიყავი ძირითადად ხო არა ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ რომ ჩვენ
გვაქვს აი ეს ხედვა, უნდა ვიყოთ ერთიანები, არ უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთზე თავდასხმა, ოპოზიციას გულისხმობ. საგარეო ფრონტზე ისაც ნორმალურად მიდის მუშაობა და ეხლა დღეს მაგალითად თინა ბოღუჩავაც არის ჩასული საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვანი დებატები არის საქართველოს საკითხზე, იგივე სალომე ჟურობიშვილიც იყო საფრანგეთში და კარგად მიდის საგარეო ფრონტზე მუშაობა, მეტნაკლებად ამ ხრივ, მაგრამ აი შიდა არის მთავარი, შიდა ფრონტია მთავარი და ქუჩა არის მთავარი და ქუჩაში უნდა ვიდგეთ წინ, უნდა მაგრამ პატეცემულო ირაკლი ბოლოსკენ მივდივართ ახლა, მე კიდე აუცილებლად მოგიწევთ კიდე თქვენ ახალგაზრდებთან ერთად მე უნივერსალურ ახალგაზრდებს ნაკრებისთვის ღია არის ეს სტუდია აქ არანაირი პარტიულის აქ ვერ იქნება უნივერსალური კი ბატონო რომელსაც აქვს ესეთი იდეები და თქვენ ამას წარმოადგენთ მე რა მინდოდა ეს დასხმის აი ელემენტ კიდევ ვიმეორებ რა აი აქ უნდა გამოიკვეთოს რაღაც ჯგუფი თუ ეს პერსონა რომელიც აი ამ ჩატეხილ ხის რაც მოსახლეობასა და პარტიას შორის არის ეს ხო აშკარაა ეს ახლა აშკარაზე ჩატეხილი ხიდი იცით რა უფრო სერიოზული შეიძლება მომენტალურად გამთელდეს ეს ხიდის აღდგენა შესაძლებელია ჩატეხილი ხიდი სხვათა შორის ყველაზე მეტად სად არის იცით აი კიდევ ოფუძრად განწყობილ ადამიანებს შორის და ზოგადად საქართველოს ყოველთვის ქონდა რაღაც მომენტში ამ უნიკალური უნარი რომ ამ ძნებადობის შანსი როგორც განახლების უნარი შეესწევს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფში თუ ფიგურაში ის პოულობდა ხომ იმ ადამიანს რომელსაც კარგად ესწოდა ამ პრობლემის სიმძიმე და წყვიტავდა ამ პრობლემას. ანუ დღეს პრობლემა რა არის? რომ არ არსებობს ადამიანი რომელიც ჯერ ოპოზიციას აერთიანებდეს. მე ეხლა ისე ჩვენ თანამოქალაქეები არიან, აი ისე თქვა ივანიშვილთან და კობახიძესთან რა გვაქვს ხო საკამათო პირველ რიგში და გასაყოფი. გარდა ამ თავისი ამ მართლა ღალატის კონკრეტული შემთხვევებისა ხო? პერსონალურად არა გაქვთ. პერსონალურად არ მაქვს ღალატის შემთხვევები სახელმწიფო დონეზე ხო, მაგრამ კიდევ რა მაქვს? ამ ადამიანებს არ აქვს ახმა რომ ჩვენ ვართ მათი თანამოქალაქეები რომ ნაციონალური მოძრაობის ყველაზე მეტად როეცის ვართ მაგიტომ ვიძახი პარტიის ხარდამჭერებით ხო 100,000-ობით თავისივე დათვლებით თავისივე არჩევნებით ხომ რაღაც კაი ნაციონალური მოძრაობის თავგანები კიდევ სხვა პარტიების ანუ სადღაც მილიონამდე არის ამორჩეველი იმ ადამიანების რომელთაც აუქმებენ უბრალოდ ხო პოლიტიკურ საქმიანობის უკვე მიუხედავად იმისა მე მაგ პარტიასთან ძალიან ყოველთვის დისტანცირებული ვიყავი ხო ეს ახლა ფაქტია რაც ან დიდი ალბათობით არ აუქმებენ მარტო ნაციონალურობას ანუ წარმოიდგინეთ სადღაც მილიონამდე ადამიანს პოლიტიკური საქმიანობის უფლებას აუგზავნენ 90 წლებში მე მახსოვს ეს სიბნელე ეს სრული პერსპექტივა რამ გააჩინა ეს ყველაფერი იმან რომ ერთ ადამიანთა ჯგუფზე რომელიც იყო ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების იძალადეს იმდენად იძალადეს რომ აპარტეიდის კანონები მიიღეს ფაქტობრივად პოლიტიკური საქმიანობის უფლება აუგზავნეს პრეზიდენტის ძველამსაყუდე მოკლეს და აი ამ უსამართლობამ განაპირობა მომდევნო ხო ნუ ეს ყველა ანუ ახლა ჩვენ როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ საქართველოში ხელისუფლება რომელიც ყავს რომელიც მუდმივად აგინებს ანუ თავარი პროპაგანდისტული საშუალებები რომ ჩართოთ მათი პირდაპირ პერსონალურ შევაწყობას აყენებენ პოლიტიკოსებს და აქეთ ხარისხობ ადამიანებს ანუ ის ხალხი ამ ხიდს ვერ აღადგენს საქართველოს ვერ გააერთიანებს ეს რო ამბობენ ხოლმე პოლარიზაცია თავარი საფრთხე და პრობლემაა პოლიტიკური ველისო ანუ პოლარიზაცია როგორ ითარგმნება ანუ ხალხს ერთმანეთი ძულს ოჯახების სამეგობროები ისევ გაიყო და უნდა გავაერთიანოთ იმიტომ რომ სინამდვილეში საქართველოში რა პრობლემას არის ყველას პრობლემა ერთია თუ თვალს არ დავიბრმავებთ და ძალიან ეგოისტურ ასე ვთქვათ ფიქრებში არ წავალთ. პრობლემა გვაქვს ერთი ტერიტორიული მთლიანობა, ერთი პრობლემაა ეკონომიკური განვითარება, ერთი პრობლემაა სოციალური სამართლიანობა, ერთი პრობლემაა და ამ პრობლემებს გარშემო უნდა გავერთიანდეთ ჯანსაღი ძალები ახალგაზრდები რატოა კარგი, იმიტომ რომ სამწუხაროდ უფროსი თაობის უმეტესობას, აი ახლა დავასრულებ ჩემ გამოს. ესენი უკვე გაცვეთილები არიან. კი, უფროსი თაობის უმეტესობას ახლა არ ვიცი ფეხბურთი მიყვარს და სულ უყურებ ხოლმე ამ თამაშებს და ძალიან მყარებია გუნდი, მაგრამ მივხვდარ რომ მოკლედ წასვლის დრო არის იმ გუნდისთვის, იმიტომ რომ გადახალისება ჭირდება. აი ხა პოლიტიკურ სპექტაკლს გაახალგაზრდა მაგრამ მე ჩემ თავზე კი არ ვიძახი, მე მაგალითად ძალიან ბევრი კარგი როგორც ფენომენზე ზოგადად პროცესები ვიძახი, რომ ეს ახალგაზრდების იმიტომ არის საჭირო რომ ის ხალხი გადაიღალა, ტრავმები აქვს ბევრი პრობლემა აქვს და ტრავმები სათანადო დასასრულს მინდა ახლა და დასასრულისკენ წავიდეთ, ისევ გაერთიანება თუ მოხდება და დიდი ეროვნული თანხმობა მერაბ კოსტავაძე დიდია ამათ არ ყოლიათ, იმიტომ რომ მაკაცმა რომ კოსმიური სიმართლე თქვა, კოსმიური, რეგიონალური და მარტო ეროვნული კი არა, კოსმიური, სადაც ზეგარდმო ძალები და იქ მიმდინარე ტრაგიკული მოვლენები, სადაც ყველა სულიერი ფიზიკური რაღაც ერთიანდება და ეს ერთი წამი არის ყველაზე უდიდებულესი ის რაც საქართველოს გააჩნდა და რაც ქონია საერთოდ და აქ გამთლიანდა ყველაფერი და ამა გამოიწვია შემდგომ ამას შეეწერა ეს ხალხი და მე ზუსტად გამსახურდია გენიალურად 9 აპრილის
აქტი მიუძღვნა იმ გარდასვლელ უმაკოსულებს, რომელმაც ყველაფერი გაიღეს, ასე ვთქვათ, ქვეყნის გასამარჯვებლად რა. სხეულის გარეშე სამწუხაროდ დიდი მოვლენები არ ხდება, სამწუხაროდ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სხეული და ესეთი დანაკარგები თავი ავარიდოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც ბედისწერა ესეთ რაღაცას გიგზადებს, იგივე მერაბ კოსტავას გენიალური სიტყვები აქვს. წილხვეთ სიკვდილს თუ უმზერავად, მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო, ჩემი სამშობლო ზეცა, მხოლოდ შემდგომ ეს მიწადა საქართველო. ანუ იერარქიულად არის ჩამოყალიბებული რა არის სამყარო, კოსმოსი, დედამიწა, საქართველო და პერსონა და ამ კაცმა ეს ხორცესმა გაუკეთა 9 აპრილიდან. ნუ ახლა ამას რო კაცი ვერ დაინახავს და ამ ხელა მემკვიდრეობაზე უას თუ ამბობ თუ თავს იბრმავებ თუ არ გინდა გაიგო და ვინც გეუნება არც იმას უსმენ, არც არავის არ უსმენ და ჯიუტად მიყვები, ნუ ეს ტრაგიკულად დამთავრდება. მოდი უსურვოთ ჩვენ ხალხს აღორძინება ამ რეფერენდუმის ამ დიდი გამარჯვებების ასე თქვათ გზაზე სიარული, როგორც ასეთი და შემდგომ როდესაც შეუბრუნდები სწორი მიმართულებით სულიერ ნაბიჯებს თუ გადავდგათ, ადეკვატურობა ეს არის და არა რაღაცა ვიწრო პარტიული რაღაცა. მაშინ იქნება ეს გაუჩენებდი ეხლა ძალიან მოყვარს ეს ლექსები. ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე ბნელში ვხდოთ ყლავა უთოთ ყვარი და მიგვიზღოდეს ეკლიან გზაზე წმინდა გიორგი და ნინო შუარია ესე. ზვიადის ლექსი არის. კი, ვასრულებთ ახლა და მადლობელი იმედი ვიქონე რომ 9 აპრილი ღირსეულად ჩატარდება, სულიერად ჩატარდება, მერაბ კოსტავას ზვიას და იქ ადამიანებს ვინც იქ იყო იმათ შესაბამისად და პოლიტიკოსების და მოქალაქეებიც მოიქცეთ ადეკვატურად, რომ ამ დიად დღესასწაულს თვალი გაუსწოროთ. მადლობთ ყურადღებისათვის და მოკლე ხანში შეგხვდებით კიდე ამ დღეებში აუცილებლად ამ თემატიკებზე და თქვენთან კიდე განვაგრძობთ ურთიერთობას. მადლობთ ყურადღებისათვის. არ დანებოთ, მადლობა.